გამარჯობათ კიდევ ერთხელ მოგესალმებით ხალხო. ის ვიდეო არატვირთულა ჯერ ავაც გემრიელად დავლიე თქვენთან ერთად და შემცივდა აი ამგრილდა ამიტომ აქ დამატებითი ატრიბუტები თბილინასკები დამატებითი ატრიბუტები მაქვს ბოტანილი და ჩავიცმევ აი აქ საკეთში მაგ გადახეთქილი კანი და რო გადავხარო ეს რომ მოვხარო გამისკდება ვიმე როგორ მესიამონა აი მე ჯანდაბა შენ გათენდა უკვე გავიგეთ იქიდან ის ვირი ყროყინებს ანუ დილას რაც ავდექი 6 არ იყო ჯერ და ისე სიწყნარე იყო და რაღაცა და ეხლა ნახეთ მოძრაობენ მანქანები გაიღვიძა სოფელმა ახმაურდნენ და ასე შემდეგ ხო და ეხლა მე იმდენად შემგრილდა რომ ხალათს ვიცმე ვაიმე დაილოცა შენი შემქმნელი გაიხაროს მარტო ჩემი ლოცვისთვის იქნება ის საფუთხეში რა ბედნიერება რომ ყველაფერი გავაკეთე გუშინ და ეხლა შემიძლია ესე ვიჯდე და არაფერი არ ვაკეთო ეს რა დღეა უი ბირო კარგი ხალხო ეს ფეხიდანაც არ აქცივა არ თავიდანაც ტანიდან ფისო მინდა რომელიმე დავჭირდა ცოცხალთან არ მოდის დავივარცხნოთ თავი რომელიც წესით გუში უნდა დამევართ და სხვა შორის ნინო შემპირდა რომ თმას დაგვარცხნიო და მე გადამაგდო პრინციპში აღარც მე არ მქონდა თავი ნინოს დავჭდო მოდი დაღლილი რო ვარ ხოლმე და რო ავბურდღიალდები ხოლმე მაღლა დაბანილი ძალიან სიამოვნებს ხოლმე ვინმე თმაზე რომ ეხება და ფისო ეგ არის ქათამი ერთი წამით და გავამწყარო ეს ისე პარება შესაცოდაო შენა აი მაგას რო შეეხები შენ აი მაგას რო შეეხები და აი ეს კოჩური აღარ შეგჩება თავზე მე განახებ შენა ჩემი სიცოცხლე აი ხა ადი და გადახტის ჩქარა დროზე მიდი ადი ზემოთი ხო იცი შენ საიდანაც უნდა გადახტე მიდი ახტი აი ეგრეთ ჩემო სიცოცხლე მიდი ეს ვირი არ არის სანდო აბა მანდაც ახტი უშენ შემოგევლეში მიდი ჩემი ბიჭი უშეგენაცვალ ნახე როგორ შეურაცხყოფა მოგაყენა პატარა წიწილა ეგონია მხელა კაცი ხობშო ბაბა გადახტი მიდი ჩახტი ჩემი ბიჭი ჩახტი აი ეგრე ვირი დაინახა წიწილა გავჩოტკავ მაგაზე მაგას რა გინდოდა მიშიშუგული ბიჭო დიდას ლამაზე ეგა ქათამია შვილო ტანი არა აქვს შენ რო ვირივით გაისერდე მაგას არა აქვს ტანი ეგ არის დახტი ასე მოხდა ჩემთან მოდი ჩემთან ჩაგეხუტები მოგეფერები ეს კიდე ხან აქეთ დამთრევ და ხან იქით მოდი აქ
მოდი დედას ლამაზი დედას ბიჭი ვიკატავთ დედი დე მომისმინე ეგ არის ქათამი შენ ბავში გეგონა არა ჩემო ლამაზი ეგა დიდი ბიჭია უკვე ყივის გვაღვიძებს მე აი ეს ნაწილი მიყვარს აი ულოშის აი ეს ადგილი მე პატარა თათოები ხო და რას ვამბობდი მიყვარს მეთქი თვაზე ვინმე რომ მეხება და რო ავდივარ ხოლმე ისეთი დრო ნინოს ვაწვენ ხო და იმანაც დაამუღამა რო იტყვიან რომ ესა ჩემი ზუბელი მაია ძაღლბა გააბრაზ ხო და ესა რო იცის რომ დავაძინო არ ვავალ ხოლმე დედა თმა დაგვარცხო დიდათ არ უნდა რომ დამგვარცხოს მაგრამ ეხან გძლებს ხოლმე ძილის საათებს ხო და იყავი ესე რა ნახე აი მე მეტკინა შენი ძმა როგორ მეფერებოდა ხოლმე და როგორ უყვარდა ესე ჩემ კალთაში ჯდომა და შენ რამ გაგავირა ესე რამ დღეს მე მგონი გრილი დღე გვექნება ხალხნო და გილოცავთ ძალიან გილოცავთ გუშინინო არ პავდა ექიმდა და სავარაუდოდ დღეს წავიდა თან აუცილებლად იმიტომ რომ ის კბილს ბრეცავს უკვე ის ნუ ამოაცალო დაურეკავ ლელას სადღაც 10 საათისთვის დაურეკავ და ეს კრეფავე კაკალი ხო ჯერ სამურაბით არის უკვე თუ ჯერ არ არის უბრალოდ რაღა დროს მურაბა არასდროს არ გამიკეთებია კაკლის მურაბა საზამთროს მურაბა ბლის მურაბა ყოველ წელს მინდა ბალი გავაკეთო მაგრამ 18 ლარი ღირს ხოლმე კილო წელს 18 ლარი ღირდა კილო ეხო კარგი ესე წოლა ნახე როგორი კარგი ბიჭი ხარ მაგრამ ერთი ადგილი გიჩავს გამიშვი მე რა ხელათათებია გამერთო ჩაგაცეცხლო იმი შიშვაკი აკე დაინახე როგორ დაიყიულა შენ კიდე შეჭვას უპირდი არა ჯებულა ის ხო გახსოვთ ის ძალიან თბილი იყო ეს ჭკვამხიარულია ნებისმიერ რაღაცაზე თამაშობს პატარა ბავშვით არის ეს არის ნოემბერში რო პაწაწინები შემომიყარეს ეზოში ის კნუტის ერთ-ერთი რომელიც დამრჩა სამწუხაროდ ორი მანქანა მომიკლა ერთი გავაჩუქე და ძალიან კარგ ოჯახშია და მეორე რომელიც მანქანა მომიკლა რავი რო იტყვი კიდე მან გავყევი ზედ იმ შუქჭამში იმიტომ რომ სადაც ვჯდებოდი თავისით მოდიოდა აი აქ მეფერებოდა მოფერება უყვარდა ოღონდ თვითონაც რო გეფერებოდა ესეთი ვირიკი არის ესეთი ვირიკი ეხეთ რა ლამაზია მე პატარა ბავშვი არის ეს პატარა წაითრი მეტი შოთა შორის ამას გასდის ბეჭვი და იმაში ხომე ნინოს რო ეს არა იყანო არ ჩაეხუტო ხალე დრაიფს არ ვაკეთებ არა უშა ვაი დედა ეს რამდენიმე დღეა გუშილაშიც ამბობდა ეხლა სარეცხზე უნდა მეთქვი უნდა შევყარო მეთქი მაგრამ დაველოდები ერთი და იგივე დროს მოდის წყალი სადღაც 11-ისკენ და მიდის სადღაც 8-დან 9-მდე 8-ზე ეს დღეს უნდა დავაკვირდე ზუსტ იმას თუ ესე გრაფიკით იქნება წესით უზა 4 საათიანი უნდა იყოს მაგრამ რას დაიწებ შეკაი ადამიანი ყოველ დღე თმო დებილო ჩამოითრი რათვას ვერცხლ და დავაიწდა იმ დებილმა გადაწყვიტა ის რა ქვია ეს რა რაღაც ის თათია ხა თაგვისაყვა კროქს ნინოს კროქს აქვს მე მგონი ეს თუ მარიამ პეტ ის ნახეთ პეტ წინა თათი კროქსის ნაწილი
თმები გაყოფაზე დავდიოდი. აი სავარცხელი მაქვს წლებია. და მეხანია რა გადაცვდა. მაგრამ ისე მაგრად ვარცხნის. ნინოს ამით ვარცხნი კარგად. ნინოს ჩანთები, სკოლის ჩანთები ყველა უნდა 2 ცალი აქვს. პრინციპში კარგები რა. მაგაიც გავაჩუქებ. იმიტომ რომ პირველი კლასის შემდეგ ჩანთა არ მიყიდია მე ნინოსთვის ერთი გვაჩუქეს იმის უნიკორნის ჩანთა. ძალიან უყვარდა ხოლმე. და არ მიყიდია რა, იმიტომ რომ ბარბარეს ნაქონი კარგი ახლა ბარბარე მარიცოდა ჩანთის გაფუჭება და ვარდისფერი ჩანთები ქონდა. ხოდა წელს ვყიდი აუცილებლად. თან ვარდისფერები არის ძნელად სახმარი, იმიტომ რომ კვირაში ერთხელ უნდა არ რეცხავდი, რომ არ გაფუჭებულიყო, წმენდავდი და ძნელი იყო რა. ეხლა ვყიდი რამე ცოტა მუქი ფერის. შაშან რემონტი რო გავაკეთეთ, გარეთაო და გოგოების ოთახი. რო გავაკეთეთ. მაშინ ვთხარი ლაშას, რომ ეხლა გარეთო გარდირობი გამოვიტანეთ, ეს გარდირობი მოვაშოროთ, მეთქი რა არ გვინდა. ზედმეტი, მაშინ ეხლა არც ვფიქრობდით იმ ოთახის გარემონტებაზე, ეხლა რაც დავიწყეთ. და ესა გადავაგდოთ მეთქი რაღაც გვინდა რა, რაღაცა ვიყიდოთ თქო რა, იმიტომ რომ მაშინ სპალნის ყიდვის ის შანსი არ იყო, იმიტომ რომ არ ვმუშაობდი და ჩემი შემოსავალი იყო მარტო YouTube და რაღაცა გაყიდვები თუ იქნებოდა ხოლმე, თმები არ გამწვი და ბევრი. ხო და მაგრამ ისა იმდენად არ მიყვარდა ის გარდირობი და არ მიყვარს რომ მეთქი ეს მინდოდა შევცვალო თქო და მაშინ მითხრა უარი რომ ისაო ჩემები ანუ პაპა ბაბუის დროინდელია რა, ეგ ხო ძველი გარდირობია და ეგ ღარიო, ეგ ნივჩი შემორჩენილია. ნუ ბუფეტიც აქვს ჭურჭლისა, ეგ ძალიან მიყვარს. ძალიან მაგარი რამეა. ხო და ისაო იყოს, არ გადავაგდოთ, იყოს. ნუ კაი ჩადა. მაგრამ წელს რემონტი დავიწყეთ. რაღაცა თვითონ თქვა რომ აი ეს ყველაფერი ძველი რაც არის უნდა გავისროლოთ. ასე რომ ხანდახან ხოლმე რაღაცაზე რომ აი კამათი რომ მოსდის მაგალითად რა ძორქმას რა ეხლა ვერავინ ვერ ტყვის რომ ჩვენ არ გვიკამათია და უი როგორ შეიძლება ჩვეულებრივი მოვლენა ეგა ჩვეულებრივი ურთიერთობაში ხო აი რაღაცაში არ უნდა შეყვერა იმიტომ რომ რაღაცა დრო გავიდა და თვითონ შემომთავაზა იმიტომ რომ ხა რომ დღეს წელსაც რო ეთქვა რომ არა ეს გარდირობი დავტოვოთ იმიტომ რომ ეხლა რო ვიყავით ის ნახა როგორ ამხელა გარდირობი იყო და რა მაგარი იყო კი ნაღამ რომ სპალნა შემომეყიდა ხო და მაშინ აი რო იტყვი ბანკში შეველი უკვე დამტკიცებულიც მქონდა რამის რომ გამომეტანა თანხა და მეყიდა და აი ლაშამ გადამაფიქრებინა რატო იცი ეხლა მაგას რო წაიღებ და აწყობ სპალნას და უნდა დადგა და ანუ წარმოიდგინე მე კიდე 2 თვის წინ დამედგა და ეხა რემონტისთვის უნდა დაგოშალა და გამოგვეციდა და შემთხვევ მოდიოდა აი რომ მოვრჩებითო მაშინ შევცვალოთ ყველაფერიო და რაღაცა და ხო ნახა რა როგორი კარგები იყო და რაღაც და თვითონვე შემოთავაზა რომ ეს გარდირობი აღარ გვინდა ამიტომ გოგოებო რაღაცა როა ხოლმე ანუ დააცადეთ და თვითონ ბანდრო მოვან რა დღეში ხართ დატები არიან თუ გარეთისა ჩემი ზოგელი რა ხელ დავიკივლე გადამოვაგდე კიბიდან მე მგონი არა გარეთ აქ რა საკეთები უნდა ნახო გეხვეწებთ ერთი წამით ვირომედია ჩემი ზუბელი თუ კატები არ არიან კატები
გამარჯობა, მოეთრიე ცხოვრება. მოეთრიე ცხოვრება. არ მინდა გიყვანო, ბეჭენი ხარში. მე ჩემი ცხოვრება არის. ჩემი ტკბილი ცხოვრება ის. Როგორ უყვარს მოფერება და თამაში რო უყვარს მთელი ცხოვრება რო ითამაშოს, არ მობეზრდება ჩემი ბიჭი. გუშინ რაღაცეები რო გადავყარე, ავიღე ფუმფულა ადიელა, კუდას შევუცვალე და დავაწვინე მეფარი, დაწექი ძვირფასობით. აუთ მის ეზინა შეგინთამაკ. მთელი ბავშვობა გაყოფილი მქონდა ხოლმე აი ეს აქა, იმიტომ რომ აი ეს ქოჩორს რო ეძახიან, ხო იცი? ბრგვალი როა. მაგ აქ და დაიცადე როგორ მქონდა ხოლმე. ნუ არა, აქ არა კიდე ცოტა იქ. მთელი ბავშვობა მქონდა თმა ასე. აი ესე შეჭრილი, აი ამასზე როგორც კი ჩამოსწდებოდა ხოლმე, აი ესე დედა მაჭრიდა ხოლმე, ხან ზემოთ მოვიდოდა, ხან ქვემოთ, ხან სხვა მაჭრიდა ხოლმე, ეს როგორ ერთობოდნენ და სულ მქონდა ხოლმე თმა ესე. და ეს კაცო ნაწკაპები რო იყო, ეს მეკედა აქ. აი ესე გადავიწევდი აქ მეკედა. ხან ეს ჩამოცურდებოდა ხოლმე და უბრალოდ აი იქ მეკედა ხოლმე, ეს დავათრევდი. ხან რა. ერთხელ მახსოვს ჩემი მეზობელი ესე იცოდა ხოლმე სამოყვარულო დონეზე დაიღუპა ხა ის ქალბატონი ძალიან მიყვარდა ხოლმე და იცოდა თმის შეჭრა ესე რა და დედამ ყავაზე წავიდა თან რა ადრე ძალიან ისეთი მისვლა-მოსვლა ჰქონდათ მეზობლებზე ხა რომ ძირითადად მუშაობენ ხა დედა ჩემი რა სულ მუშაობს და მაშინაც მუშაობდა, მაგრამ იყო რა დრო რო სახში იყო ხოლმე. ხო და წამოყავაზეო და თანავ შეგაჭრისო თმას. ესე ისე გაერთნე ყავის დალევაში, ისე გაერთნე, თან მაჭრიდა ვანანდეი და მაჭრიდა და ყურის ბიბილოც მოაკვნიდა მაგრატლით და თითოეულ მიხვდა მე ხმას არ ამოვიღებ შანსი არა და ვაიმე ჩემი სიკვდილი. ვაიმე ბავშვს ყური მოვაჭერე. კინამ ყური მიაყოლეთ თავიანთ ყავას. დედას ბარკალა. დე, რატომ უყური? რატომ წუდები რომ იყავი? აქ. მოიცადე. დებილო. გუშინ ყველაფერი რო გავაკეთე და ვიბანავე, ეს ხალათი მეცვა. თავზე საწმენდი მეხურა და ტელეფონს ქროლავდი აი ეს. მაშინ გინაცვალე. ტელეფონს ქროლავდი და ესა. აი ეს გამეგვიძა აი ამ მომენტში ეს ნახე სადაც ვება. რა გინდა ბიჭო? ესე კაცია? რატომ კმე? მეთქი როგორ იმალება წაველავდი და დავიძინე გემრიელად მეძინა ტკივა ვერ არის ეს ტკი თუ არ გიკმიდო დედას გებით ესე იგი სიყვარულს როგორ გამოხატავს სიყვარულს კიდე უყურ მიტკინა უყური არ მიშვებს უყური გეხვეწები რა მამას უყურ ხო კარგად ახარ შენ ერთი მითხარი მეკითხი რა მე არ გიქნია შენ უყურ ენი თუთუ გაგიმწარები ცოტა. არა, დედი, მეთკინა, როგორ შეიძლება ესა? ეი, დებილო. აბა მოდი ახლა წესიერი ბავშვი დაჯექი ესე. შენ ხო კარგი ბავშვი ხარ, დედას ლამაზი ხარ, შენ. დედას ლამაზი ბიჭი ვინ არის?
იმეს როგორ ვიყავს ეს ადგილი აი ჩიმოტე ვინ გამოგაგდო ჩემო ლამაზო შენ სახლიდან ვინ გამოგაგდო დედი ჩემთან რომ მოგყავი ვისი იყავი ჩემო ლამაზო წავედი ხა ხალხნო დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე დღეს საჯარიმო ვიდეოც მეკუთვნის წახვალ მე რომ ხელა ტათათები აქ იცი რამ ხელა გაიზდება ესა აი მასავითა იმ ძაღლებს რო თქო კავკასიურ ნაგაზებს დიდ ბუმბულაცეთები ეგი აქ ამასაც მე ეხა ბუს მისდევს და ფეხზე უნდა დამახდეს დებილი დედას დებილი წავედი ვნახავ ის ვიდეო თუ აიტვირთა და დაგიბრუნდებით მე კიდე ერთი-ორი საათით შეიძლება თავისუფლად მიჯნია განუძრევრად მიუხედავად იმისა დღეს საჭმელია გასაკეთებელი დილით კარტოფილი შევწო აი დარდი რა აი დღეს იცი როგორ ისაფებე მაგ რა კარგი ეცხოება ვიდე და ვატირეო რომ შეგიძლია თქვა აი ეგეთი აბა ჰე წავედი ხო მართლა ნანუშკი მოვიდა ნანუშკი მოგიკითხა დიდი სიყვარულით დილას ვუსმინე შენს ვიდეოს გაუში კაბა დამეხარა გადი აქედან ხო და ვისაც არ ამოუგდო YouTube-მა რომ ნანუშკიმ ვიდეო დადო იცოდეთ რომ ვიდეო დადო და გადადიდა ნახეთ და ეს აი კატასავყიდი არ კიდათ გამიხადა ნანუშკი რომ დაგინახე მოკლედ შენივად გისმინე დილას ძვირფასო ადამიანი დროებით